დიდოთხშაბათს კიდევ უფრო ვუახლოვდებით უფლისვნებებს. ის რაც ღვთისმსახურებაზე აქამდე მოვისმინეთ, მხოლოდ ერთზე მიანიშნებს. უფალი ყველაფერს გვაპატიებს, ყველაფერს შეგვინდობს, შეგვიწყალებს და დაგვინდობს. ჩემსა და ღმერთს შორის შეიძლება მხოლოდ ორი დაბრკოლება აღიმართოს. პირველი და ყველაზე მძიმე ეს ჩემი მხრიდან მისი შინაგანი უარყოფაა, მისკენ სავალი გზიდან გადახვევაა, ეს მისი ჩემდამი სიყვარულის ურწმუნოებაა, ეს მისდამი უიმედობაა. ეს შიშია იმისა, რომ შესაძლოა ღმერთს სიყვარული გამოელიოს და ჩვენთვის აღარ ეყოს. პეტრემ უარყო ქრისტე, იუდამ კი გასცა იგი. შესაძლებელია ორივე მათგანს ერთი ხვედრი ჰქონოდა. შესაძლოა ორივე ცხონებულიყო, ან და ორივე დაღუპულიყო. მაგრამ პეტრემ სასწაულებრივად შეინარჩუნა რწმენა იმისა, რომ უფალი ხედავდა მის გულს და მიუხედავად მისგან უარყოფისა, მისი სულმოკლეობისა, მისი შიშისა, მისი ცრუფიცისა, მასში ცოცხლობდა სიყვარული ქრისტესადმი. სიყვარული, რომელიც ახლა თუმცა არა შვებითა და სიხარულით, არამედ ტკივილითა და სირცხვილით სწვავდა მის გულს, ის მაინც ნამდვილი სიყვარული იყო. იუდამაც გასცა ქრისტე და როდესაც თავისი ქმედების შედეგი ნახა, სრულად დაკარგა იმედი. მას მოეჩვენა, რომ ღმერთს მისთვის პატიება უკვე აღარ შეეძლო, რომ ქრისტე ისევე შეაქცევდა მას ზურგს, როგორც თავად შეაქცია ზურგი თავის მაცხოვარს და იუდამ დატოვა ქრისტე. მეორე დაბრკოლება, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის დგას, არის სიცრუე და თვალთმაქცობა. ეს იმ ადამიანთა სიცრუეა, რომელთაც არ სურთ საკუთარი თავის ისეთად დანახვა, როგორებიც სინამდვილეში არიან, რომელთაც სურთ მოიტყუონ თავი, მოატყუონ ღმერთი, მოატყუონ მოყვასი, არარეალურ სამყაროში ცხოვრებას არჩევენ, სადაც დროებით მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთხელ ერთ მოღვაწეს ჰკითხეს. როგორ შეეძლო მას ეცხოვრა ასე მშვიდად, ასე სრულყოფილად განეცადა სიხარული, თუ კი საკუთარ თავს ცოდვილად თვლიდა და მან ასე მიუგო. როდესაც ღვთის წინაშე დავდგები, იგი მკითხავს. შეძელი ჩემი სიყვარული მთელი შენი სულის სისავსით, გონებით, სიმტკიცით, მთელი ცხოვრებითო. და მე მივუგებ მას. ვერაუფალო, ვერ შევძელი. მაშინ იგი კვლავ მკითხავს. მაგრამ ხომ სწავლობდი ყველაფერ იმას, რაც გაცხონებდა. ხომ კითხულობდი ჩემს სიტყვას. ხომ ისმენდი მამათა დარიგებას. და მე ვუპასუხებ. ვერაუფალო, ვერც ეს გავაკეთე. მაშინ ღმერთი კვლავ ჩამეკითხება. მაგრამ იმას ხომ მაინც ცდილობდი, რომ შეძლების და გვარად ადამიანური ღირსების კვალობაზე გეცხოვრა. მე ისევ იგივეს მივუგებ. არა უფალო, ვერც ეს მოვახერხე. და მაშინ უფალი სიბრალულით შეხედავს ჩემს მწუხარე სახეს, ნახავს ჩემი გულის შემუსწრილებას და მიბრძანებს. ერთადერთი სიკეთე გქონდა. ბოლომდე მართალი იყავი. შემოდი ჩემს პალატებში.
დიდოთხშაბათს იკითხება საკითხავი, თუ როგორ მიუახლოვდა ქრისტეს მეძავი, რომელსაც არც სინანული ჰქონდა განცდილი, არც ცხოვრება შეცვლილი და მისი გული მხოლოდ და მხოლოდ უფლის გასაოცარ, ღვთაებრივ სახებას შეეძრა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაუვარდა იგი ფეხებში და როგორ დასტიროდა საკუთარ, ცოდვით დასახიჩრებულ თავს და უფალს, როგორც მშვენიერებისა და სიწმინდის ხატებას ამ სამყაროში. დედაკაცი არ ინანიებდა ცოდვებს, შენდობას არ ითხოვდა, არც ჰპირდებოდა რამეს, მაგრამ ქრისტემ იმის გამო, რომ ამ დედაკაცში სიწმინდისადმი ასეთი მგრძნობელობა, სიყვარულის ასეთი ნიჭი აღმოაჩინა, ცოდვები შეუნდო. დედაკაცმა შეიყვარა ფრიად. ფრიად შეიყვარა პეტრემაც. შეიძლება უფრო მეტადაც იმ მართლებთან შედარებით, რომელთაც არ უარღვიათ. ფრიად შეიყვარა ქრისტე იქნებ იმიტომაც, რა კიღა ფრიად შეენდო. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ და მოვასწრებთ ჯეროვან სინანულს. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ და მოვასწრებთ ცხოვრების შეცვლას, მაგრამ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ამ საკვირველ დღეებში, რომელთაც ნების შვიდეული გვთავაზობს, მივუახლოვდეთ ქრისტეს, როგორც მიუახლოვდა მეძავი, როგორც მიუახლოვდა პეტრე და დავიჯეროთ, რომ ჩვენ ვუყვარვართ მას. თანაგვიგრძნობს ჩვენ. და ეს ჩვენი იმედი უნდა იყოს იმდენად მტკიცე, რომ მისი დამსხვრევა ვერაფერმა შეძლოს, რადგანაც უფალი ერთგულია თავისი აღთქმისა, რომ ის სოფლის დასასჯელად კი არ მოვიდა, არამედ მის გადასარჩენად. მივიდეთ მასთან და ის შეგვიწყალებს და გვაცხოვნებს ჩვენ.